მოქალაქეები ლეძაძამე დიდი ჭყონის 17 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებულ გზაზე სიმბოლურად 20-მდე ველომოყვარულმა გაიარა, რომელთაც დაგებული გზის ხარისხი და უსაფრთხოება შეამოწმეს. ამავე საგზაო მონაკვეთზე დამატებით 6 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყო. ამ გზის მეშვეობით 7000-ზე მეტი მოსახლე უსაფრთხო და კომფორტულად გადაადგილდება დღეიდან. აგრეთვე ვაგრძელებთ დამატებით ახალ მშენებლობას, რომლის მეშვეობითაც 15 სოფლის მოსახლეობა, მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა დაუკავშირდება ადმინისტრაციულ ცენტრს. დღეს სიმბოლურად მოყვარულები გახსნიან ამ გზას და მის ხარისხს გასინჯებენ. დღეს გაიხსნა საავტომობილო გზა მოქალაქეები ლეძაძემი დიდი ჭყონის მიმართულებით. ეს არის 17 კილომეტრიანი საავტომობილო გზა, რომელიც ველომოყვარულებმა გავიარეთ და გზა არის სრულად უსაფრთხო, როგორც ველოსიპედებისთვის, ასევე ავტომობილებისთვის. ეს გზა დღემდე იყო გაუვალი. ჭირდა ორი მუნიციპალიტეტის მარტვილისა და სენაკის ერთმანეთთან დაკავშირება. არა და ეს გზა სასიცოცხლო გზა იყო ორივე რაიონისათვის და დღეს ბედნიერია ორივე რაიონის მოსახლეობა, რომ აქ აკეთდა ასეთი კეთილმოწყობილი გზა.